საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა მრგვალ მაგიდასთან იმსჯელეს შეხვედრა თავისუფალი საქართველოს ინიციატივით შედგა კონფერენციაზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ყველა შენიშვნა და ინიციატივა მიმოიხილეს. მრგვალ მაგიდასთან დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო, მწვანეთა პარტია, თეთრების სახალხო პარტია და ასევე ტრადიციონალისტთა კავშირი, ქალთა პარტია და ლეიბორისტები იყვნენ წარმოადგენლები. შეხვედრის მიზანს ერთიანი დოკუმენტის შემუშავება წარმოადგენს, სადაც პარტიების საერთო ხედვა იქნება ჩამოყალიბებული. ჩვენ ვაყენებთ 4 ძირითად საკითხს. პირველი, მაჟორიტარული კორპუსი ინფორმით, რომელიც დღეს არსებობს, უნდა გაუქმდეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად 100%-იანი ფორა ნაციონალური მოძრაობისათვის. მეორე საკითხი ეს არის საარჩევნო სიები, ჩვენ ვითხოვთ რომ გაუქმდეს სპეცუბნები, როგორც სამხედროების, ისე პოლიციელებისთვის, ესეც არის 100%-იანი ფორა ნაციონალური მოძრაობისთვის. ჩვენ მხარს უჭერთ სხვადასხვა მოქალაქეობის არ მქონე პირების მოთხოვნებს, რომ მათ არჩევნებამდე მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მეოთხე საკითხი, რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, უნდა იქნეს აღდგენილი 1 დეკემბრამდე არსებული საკანონმდებლო ბაზა. 5 უმნიშვნელოვანესი კომპონენტის გარეშე, როგორიც არის თავისუფალი მედია, თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და არაპოლიტიკური პოლიცია, ამ 5 კომპონენტის გარეშე იდეალური კანონის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება არჩევნების სამართლიანობის მიღწევა. მით უფრო იმ კანონების ფონზე, რომელიც დღეს არის საქართველოში. დღეს ჩვენ ვართ სტუმრის სტატუსით მოწვეულები. ჩვენ თვლით, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ არჩევნებს უნდა შევხვდეთ აუცილებლად მიტინგებით, რადგანაც რეჟიმმა ვეღარ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ჩვენი პოზიცია იქნება ეს და შევეცდებითო დღესაც ჩვენს მეგობრებს, ჩვენ კოლეგებს ეს პოზიცია მოვახსენოთ.